ყავს მეგობრები, რომლებსაც არ აეწყოთ ცხოვრება და ვთქვათ, დედაცალკე არის თვითონაც ნახა, რომ მისი მეგობრის მშობლები ერთად არ არიან და აი ვერ წარმოიდგენთ როგორ განიცდიან ამას ბავშვები, ხო? აი რო გითხარით, რომ დედაც და მამაც ჩემთვის იყო, რაღაცა აი მისაბაძი ის და გარდა იმისა, რომ ეს შეკრული ოჯახი ბავშვის ფსიქიკასაც და იმასაც სხვანაირად აყალიბებს და ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობს ამ ურთიერთობისგან, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი იზრდება და ორ დღეში ერთხელ მშობლების ჩხუბს უსმენდეს, ხო? ყველანაირად განცდაში იქნება, აუცილებლად. უმძიმესი სტრესი არის ეს მისთვის. და სხვათა შორის ჯერ შვილი არც მყავდა როდესაც აი საუკუნის ნოსტალგიებს ეხა გამახსენდა ეგ ტექსტი. საუკუნის ნოსტალგიებს რო ვაკეთებდით მის ჯორჯ მაიკლის Last Christmas გავაკეთეთ და ასეთი ტექსტი იყო და სტეფანე იმღერა სტეფანე მექსიმერა. და ასეთი ტექსტი იყო. იცოდე შენ დედიკოს და მე ბევრი გადაგვხვდა ცხოვრების გზაზე. ჩვენ უკვე წყენის უფლება არ გვაქვს, რადგან შენ გაჩნდი ამ ქვეყანაზე. და მაგ მომენტში არ მყავდა შვილი, მაგრამ ეტყობა ეს აი განცდებს სხვისაც რო უყურებდი, ხო, ეხლა ბავშვი როგორ განიცდის მშობლების ცუდ ურთიერთობას და განსაკუთრებით მე ერთხელ სხვათა შორის ეხლა ჩვენ ნამდვილად არ მიგვიცია მიუხედავად იმისა რომ ყველა ოჯახში ხდება რომ ხანდახან შეიძლება რაღაცა ოდნავ გაღიზიანებულ მოუპასუხოთ ერთმანეთს მაგრამ ისიც ხო იცით რომ ცოცხლის ჩხუბი გიშს მართალი ეგონა ხო ეგრეც არის და ერთხელ გამგვიცხადა რომ თქვენ რო გაშვერდეთ არც ერთ ხმას აღარ გაგწევთ პატარა იყო ძალიან ხო და ნუ ეს არის რა გითხრათ ხა მაგაზე დიდი ბედნიერება ხა ადამიანის ცხოვრებაში რა უნდა გითხრათ როდესაც აი თბილი ადამიანი სახში რომ მოდის აი ყველა ასე ვთქვათ ამ იმაზე ამ ჩემი აზრით ჭკუაზე რომ როდესაც სახში სითბო ხდება ადამიანს იმას სახში მიუხარია